მინდა ესეთი თემა შევაგთავაზოთ თქვენ, რომელიც არის ძალიან ხშირი კითხვა. როცა, რა თქმა უნდა, ადამიანი როცა ეძებს კითხვაზე პასუხს, მიდის იქ, სადაც შეიძლება რომ იპოვოს, რა მჭირს მე. ანუ ეს შეიძლება იყოს იმ კონტექსტში, რომ დავუშვათ, რა მჭირს ისეთი, რომ ვერ ვქმნი ნორმალურ ურთიერთობას, ისეც როგორიც მე მინდა რომ იყოს. რა მჭირს მე, რატო არ მაქვს, თქვათ, კარგი ისეთი შემოსავალი, რომ ყველა ჩემი სურვილი ავისრულო. რა მჭირს ისეთი, რომ დავუშვათ, მე არ შემიძლია, თქვათ, ვნახოთ ჩემი ისეთი საქმე, რომელიც მე მომიტანს ბედნიერებას და ასე შემდეგ. ანუ ეს კითხვა რა მჭირს ძალიან ხშირი და სხვადასხვა ასპექტში ებადება ყოველთვის რა. ნუ ეს პრინციპში ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დედამიწაზე რომ განვითარდეთ, რომ გავიზარდოთ, შევიცვალოთ და ბევრი კიდე კარგი გამოცდილება მივიღოთ. ამიტომ ეს ძალიან მაგარი კითხვა და ამიტომ თუ თქვენ ეს ვიდეო გახსენით, ესე იგი უკვე იმას ნიშნავს, რომ თქვენ მართლა ვითარდებით და მართლა გაინტერესებთ იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ თავზე იცით. რა თქმა უნდა, ეხლა ამ ვიდეოს ფარგლებში ეხლა ჩვენ ყველანაირად ეხლა არ მგონია რომ გავხსნით ამ თემას, იმიტომ რომ ეს ჯერ ერთი ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ ჩვენ ფსიქოლოგიის წიგნებს ვკითხავთ, ხო? მაქსიმალურად ვეცდები ასე საჯაროდ თქვენ ეგ სიტუაცია აგიხსნათ, დაუშვათ, ხო? ნუ ვნახოთ ეხლა პირველ რიგში ეხლა ვიზე იქნება დღესაუბარი, თუ რა თქმა უნდა თქვენ თავს იცნობთ, ალბათ კი არა, რაღაც რჩევებს მაინც მიიღებთ. თუ არა და იცით თქვენ, ჩემი პასუხი ყოველთვის ეს არის ბედის მატრიცა, სადაც რომელიც ინსტრუმენტი მე მაქვს, რომელიც ეხმარება უამრავ ადამიანს და სხვათა შორის დღეს ერთი გუშინ წავიკითხე ერთი ძალიან ჩემთვის მე მეუცნაურა ძალიან მინდა ძალიან ბედის მატრიცა გავაკეთო, მაგრამ ძალიან ძვირია ვისთვის შენთვის? ანუ შენთვის არის ძვირი, რომ გაიგო შენი გზა, ის სად დევს შენი პული, ის სად დევს შენი ურთიერთობა, ის სად დევს შენი ბედნიერება, ეს შენთვის ძვირია? ნუ მაშინ ნამდვილად ძვირია. იმიტომ რომ როცა ადამიანს ნამდვილად რამე უნდა, ნამდვილად უნდა რომ მისი ცხოვრება შეიცვალოს, ის ადამიანი უკვე ყველაფერზე არის მზად ყველაფრისეს და მე ნამდვილად კიდევაც ბევრჯერ მithქვა, რომ შეიძლება კიდე უფრო და უფრო გავაძვირო ბედის მატრიცა, იმიტომ რომ ეხლაც რიგ დგას, მაგრამ სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ ზოგი თქვათ ეხლა აკეთებს კონსულტაციაზეც არის, მაგრამ მე ავიწყდება, რომ ეს არის ისეთი წიგნი, ეს როგორც ვეუბნები ხოლმე შენი სულის ბიბლია რა, ანუ ესეთი ამხელა გამოდის დაახლოებით რომ ამობეჭდო. ანუ ყველა აბსოლუტურად ყველაფერი შენზეა რა და უბრალოდ როცა ხარ რთულ სიტუაციაში გადაშლი და ეგრევე მიხვდები რა ეხლა რატო ხდება ეს რაც ხდება, რა უნდა გამოვასწორო რა და როცა მილიონი მაქვს ეხლა მე უკავშირი, როცა მეუბნებიან, რომ ნამდვილად მეხმარება ჩემ ცხოვრებაზე, ნამდვილად იმდენი რამე გავიგე, იმდენი შეცდომებიც მქონია დაშვებული და იმდენი ვიპოვე გამოსავალი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ამიტომ ეს უკვე სიტყვა ძვირია, ეს იმისი, ანუ შენ არ გინდა გადაიხადო ის ფასი, რომელსაც შენ უნდა გადაიხადო იმისთვის, რომ შენ იარო ბედნიერი გზით, იმიტომ რომ ყველაზე კარგი ჩადება თანხის არის შენს განვითარებაში, იმიტომ რომ ყველა ჩვენ მივისწრაფებით იმისკენ, რომ ჩვენ ვიცხოვროთ ბედნიერად, მაგრამ თუ ჩვენ მაგას არ ვეძებ გზას, ეს არის რა, ძვირია, ანუ არა ვარ მზად, მეშინია, შეიძლება ისეთი რამე გავეგო, რაც არ მომეწონება და ან მეორე კიდე ყველაზე მთავარი ის მომენტი, რომ შეიძლება გავეგო ისეთი რაღაცა, რასაც უნდა ვიმუშაო მე და ახლა ჩვენ რა თქმა უნდა ყველას გვინდა რა, რომ აი ყველაფერი თავისით მოხდეს, ხო? მაგრამ ნუ ეგრე არ არის სამწუხაროდ, არის ყველაფერი ისეთ როგორ არის პრინციპში
სიტუაციები იმიტომ არის აი ასე წოდებული თქვა რთული გზით გავდივართ. რატომ? იმიტომ რომ ბევრჯერ მithქვამს ეს მაგალითი რომ ადამიანს აი სანამ რამე არ ეთკინება იმ დონეზე რომ ან საოპერაციო არ გახდეს ან მისაყვანი არ გახდეს უკვე ძალეთ ექიმთან ჩვენ სამწუხაროდ არ მივდივართ სამკურნალოდ, ხო? იგივე არის აქ, რომ ჩვენ სანამდე უკვე არ მივხვდებით იმით, რომ აღარ შემიძლია მე უკვე ეგეთი ცხოვრება, ნუ ვერ ხვდები უკვე აი ჭკუიდან შეიძლება გადავიდე, რატომ მჭირს მე ის, რაც მე მჭირს, მაშინ უკვე ვეძებ ჩვენ შველას, რა შეიძლება თავიდან გაშლებში, მერე თქვათ მივდივართ ან რუკას ვაკეთებ, ან მატრიცას ვაკეთებ, მაგრამ თუ როცა შენ მზად ხარ, მაშინ მოგივა თანხას და ყველაფერი. მე კიდევ და კიდევ გეუბნებით, მე ვარ ადამიანი პრაქტიკოსი, მე არასოდეს არ ვამბობ იმას, რომ იცით რა არის, მე დავიბადე ოქროსფერი, როგორ არის, ოქროს კოვზით პირში და ეხლა ვარ ვზივარ აგზით ჭკვენ და გასწავლეთ თქვენ, რომ არა იცი რა, თუ შენ თუ რამე მოგინდება, აუცილებლად მოგივა და მოგცემენ და სამყარო და რა, არა, მე მაქვს ესეთი ურთულესი პერიოდი გამოვლილი ცხოვრებაში, ვიცი რას ნიშნავს აი როცა უკვე ძირს დაგდებული ხარ და ვიცი რას ნიშნავს, როცა შენ გიწევს თვითონ მარტო შენ თვითონ ამოსვლა რთული პერიოდიდან და ვიცი რას ნიშნავს, როცა შენ ვიღაცა გეხმარება და აი როცა შენ ვიღაცა გეხმარება, ეს არის ყველაზე მაგარი, იმიტომ რომ მარტო არა ხარ, იმიტომ რომ იცი რომ თქვათ, თან მithumetes როცა ადამიანი გამოცდილია, ნუ აი რა ვიცი, ეხლა მე სულ მთელი ჩემი ცხოვრება, რაც უკვე მივხვდი იმას, რომ რაღაცა მჭირს, იმის მერე სულ ვითარდები, სულ ვეძებ პასუხებს და ადამიანებიც მოდიან ჩემთან ისეთები, ვისაც შეუძლიათ ეშველა და მე ვიღებ და როცა მე მზად ვარ და უშუალოდ ნახეთ კიდე როგორ მუშაობს სამყარო. პატარა მაგალითს მოგიყვებით, იმიტომ რომ ესა ძალიან, ნუ შეიძლება თქვენთვის იყოს ვინმესას მნიშვნელოვანი. მე ძალიან ბევრს უყურებ სპეციალისტებს სხვადასხვა სფეროში, ნუ იმ სფეროებზე, რაზეც მე ვმუშაობ და ძალიან მიყვარს საერთოდ ისეთი სპეციალისტები, ვინც არიან ფსიქოლოგები, მაგრამ ეზოტერიკასთანაც აქვთ მაგათ კავშირი, იმიტომ რომ ეს ჩემთვის პირადად ისეთი ადამიანები არიან, ვინც მართლა ღრმა განვითარებაში არიან, იმიტომ რომ არ უარყოფენ არც ეს და არც მეორეს რა. იმიტომ რომ ორივეს, იმიტომ რომ ფსიქოლოგია უფრო ჩვენ კიდე გვასწავლის მიწიერ დონეზე, როგორ უნდა იყოს, შენ თუ ჩვენ დედამიწაზე ცხოვრობდებით, ტარდებით და ეზოტერიკა ეს როცა უკვე ჩვენ ქვეცნობიერთან არის მუშაობა და ჩვენ სულთან და ასე შემდეგ, ჩვენ საგვარეულოსთან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთად არის კავშირში. და როცა შენ იცი ეს სულ ყველა სფეროები ერთად, უფრო ადვილია შენთვის განვითარება, უფრო განვითარება რისთვის არის? შენი ბედნიერებისთვის არის, ხო? იმისთვის, რომ შენი ფინანსური სფერო გამოსწორდეს, ურთიერთობის სფერო გამოსწორდეს, რომ განვითარება მარტო რა ხა, ნუ განვითარდე, ხო, რისთვის ვითარდები, ხო? რომ ჩემი ცხოვრება გავაუმჯობესო, ხო? აი ამისთვის, თორე ხა იჯექი და განვითარდე, თუ კი არაფერი მოგიტანა, მაგრამ სიკეთე ხა რაზე წახვალ იმ განვითარებაში? ადამიანი ასე არის აწყობილი, ხო? მინდა რომ რაღაცა შედეგი დავინახო იმ ჩემი განვითარებით და როცა შენ არაფერს არ აკეთებ და ცხოვრობ იმ ცხოვრობით, რა ცხოვრობ და ცხოვრობ, არაფერი რა თქმა უნდა არ შეიცვლება. თუ შენ ეხლა გინდა რომ რამე შენ ცხოვრებაში შეიცვალო, ესე იგი შეიძლება უნდა გააკეთო ის, რასაც არ გაგიკეთებია და მე ნუ მაგ ლაპარაკი მხოლოდ კარგის კეთებაში, მე არა მაგ ლაპარაკი ეხლა, რო თქვათ, ეხლა ცუდი რამე ჩაიდინე, არავითარ შემთხვევაში, ხო, მაგრამ ზოგი რატო ირჩევს ამ ცუდ გზას, იმიტომ რომ გონია რომ ეს უფრო იოლია. რა თქმა უნდა, ეხლა შენ აი აქ შენ თავზე რო იმუშაო, აი აქ გვაქვს ყველაფერი ჩვენ, ხო? ეს უფრო რთულია და ჩვენ გვინდა უცბად ხვალვე, დღესვე. გაიგეთ რომ ხვალვეც არ გვინდა გუშინ წინ რომ მოხდეს, ეს უფრო კარგია, ხო? ხო და ამიტომ და ნამდვილად მოდიან ესეთი სპეციალისტები ჩემ ცხოვრებაში, ვირჩევ მე ჩემით. ნახეთ როგორ არის, აი დაუშვით, ვარჩევდი რამდენიმე სპეციალისტს, ვისაც მინდა მე კიდე გავიარო რაღაც მომენტები, ხო? და აი სამყარო როგორ მუშაობს? კი, ძლიერები არიან,
მომწეს საშუალება რომ მომესინჯა ზოგი, მაგრამ სინამდვილეში როცა უკვე დავინახე ის ადამიანი, რომელიც ნამდვილად არის საჩემო, მომწეს მისი საშუალება ყველანაირი რომ ეს ისეთი ადამიანი რომ მაგასთან ჯერჯერობით ძალიან ძნელია რომ მაგას მიცვდე. იქ ბევრი კიდე დამხმარე ვიღაცები ყავს, ვინცაც უნდა გამოიარო რომ მასთან მიცვდე. მაგრამ მე პირდაპირ მივწერე, პირდაპირ მიპასუხა, მით უმეტეს ადამიანი იყო დასასვენებლად წასული საზღვარგარეთ. თანხა იმ წუთშივე სამყარო მომცა და ვუყურებ კიდე რომ დავიწყე შეხვედრები, გავოცდე რომ როგორ არის, აი ეს რანაირად შეიძლება რომ ჩემი ასლი არის ადამიანი, ჩემი ერთნაირად ვფიქრობთ, ერთნაირად ვითარდებით, ერთნაირი სიტუაციები გვაქვს ცხოვრებისეული და ანუ, მაგრამ ჩემზე რაღაცა მეტი იცის, რადგან მე მიმიყვანეს იქ იმ ადამიანთან. გაიგეთ როგორ ხდება და სხვა ადამიანები, ვინც კიდე მომწონდნენ მე მაგას, აი არც მიმიშვეს, რო ასე რო თქვა სამყარო, იმიტომ რომ არ არის საჭირო. ამიტომ და შეიძლება კიდევაც ნახეთ, ვიძახთ რომ უიმე ძვირია, ხო? იმიტომ რომ მართლა არის თანხები ძალიან ისეთი, ვისაც სპეციალისტებთან მაღალი ძალიან და მაგრამ სტურმე ძვირი კი არა. ალბათ ახლა უბრალოდ ან არ იყო დრო, რო თქვათ ახლა არ ვიყავი მზად, ან არ იყო ის ადამიანი, ვის მე მჭირდება. ამიტომ როცა მე დამჭირდა, ამ ადამიანთან საკმაოდ დიდი თანხა არის გადასახდელი, მაგრამ აი ასე მომწეს. აჰა, მიდი, წათი. გაიგეთ რა ხდება? უბრალოდ მომინდა და მენდოდა. ამიტომ ეს არის ყველაფერი ჩვენში ზის, ესე იგი მინდა არ მინდა, ძვირი არ ძვირია, თუ შენი სპეციალისტი არ იქნება, ну ალბათ არა ვარ დაუშვით მე თქვენი სპეციალისტი, ვინც უნდა დაგეხმაროს, ალბათ, რადგან დაუშვით თქვენთვის რაღაცა გეჩვენება ძვირი, იმიტომ რომ აქ შენს თავს ეუბნები, რას ნიშნავს ძვირი? რას ნიშნავს ძვირი ჩემთვის? თუ კი მინდა მე რატო მე სხვადასხვა არ ვიცი ეს ხოლმე აი რატო ასეთი ფასი აქვს, რატო ისეთი ფასი აქვს. ღირს მაგდენი და მაგიტომ არის ასეთი ფასი. ესე იგი მე ამდენი უნდა გადავიხადო იმისთვის მე პირადად, რადგან ეს ინფორმაცია მივიღო. მეორე კიდე აი თუ არსებობენ თუნდაც ტაროზე, ხო? არსებობენ მილიონნაირი სპეციალისტები, მაგრამ მე მაგალითად ჩემს მოსწავლეებსაც ვუშლი რომ იაფად არ გააკეთოთ. რატომ? იმიტომ რომ მაღალი დონის სპეციალისტებს ვზრდი. თვითონ იხდიან თანხას, დროს დებენ, სწავლობენ და ისეთ უნიკალურ სისტემას სწავლობენ, რომ აი დარწმუნებული ვარო ყოველ შემთხვევაში საქართველოს, ქართულენოვანების სივრცეში არ არის ეგეთი სწავლება, რომ ეს სისტემა არის უნიკალური, даже რუსეთშიც კი სადაც მე ვისწავლი, ყველამ არ სწავლობს. იციან რა თქმა უნდა, ტარო, მაგრამ ცოდნა სხვა და მიდგომა ტაროს არის სხვანაირი და ამიტომ არავითარ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც მოდის, უნდა დაგაფასოს და უნდა ეს არის რაღაცა ისეთ რა სამყაროსგან საჩუქარი უკვე შენ როცა მიდიხარ ისეთ სპეციალისტთან, რომელიც მკითხაობას კი არ დაგიწყებს, გაგერჩევს სიტუაციას მაღალ დონეზე, მიცდება იმ თემაში, რომელიც შენ გაწუხებს, იმ დონეზე, რომ შენ წახვალ მისგან უკვე გამზადებული პასუხით. და არა ის, რომ იჯდე მერე და ისე რა ქვია, ხო, მითხრეს და მირეკავს, მაგრამ არ მირეკავს, რა ვიცი, რა გავაკეთო, კიდე არ მირეკავს, რა, წვილა გადავიხადე ეს ფული. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შენ არ გითხრეს რა უნდა იყოს, რაშია საქმე, ღრმად არ შევიდნენ ამ სიტუაციაში, რატო არ რეკავს ის. გაიგეთ? ეს მნიშვნელოვანია, ამიტომ თქვენზე ეს არჩევანი ყოველთვის. დავიწყოთ ახლა ჩვენ, გავშალოთ. ვკითხოთ დღეს ამ ტაროს. ამ ერთ-ერთ ფსიქოლოგის წიგნს რაღაც ძალიან ამოვიჩემი ეს დას და მომეწონა რაღაც ამ ბოლო დროს კარგად მომყვება. ნახოთ. აბა, კითხვები მაკამზადებული უკვე, როგორც ყოველთვის, ჩვენ მხოლოდ ვკითხოთ. ანუ როგორ ხედავ შენ თვითონ შენს თავს? აი ეს ვკითხოთ ჯერ. გარშემო მყოფი ადამიანები როგორ ხედავენ შენს თავს?
თქვენი პარტნიორზე გავაკეთებ გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ პარტნიორი ყოველთვის არის ჩვენი სარკე და ანარეგლებს იმას, რაც არის ჩვენში. და რო ვეძებ სათანადო პარტნიორს, ის პარტნიორი, რომელიც ამ წუთში არის შენთან, ის არის შენი სათანადო. რატო? იმიტომ რომ ის ყოველთვის ჩვენ გვაჩვენებს რა არის ჩვენ შიგნით. ანარეკლებით, გაიგეთ, გვაჩვენებს. ეს ცოტა რთული თემა არის, მაგრამ ნუ ასე ცოტათი დავიწყებ მაგ თემაზე საუბარს, მე უკვე ნელ-ნელა კიდევაც ჩვენ შევალთ რა ამ თემებში, გაშლებში. იმიტომ რომ უკვე მომწონს, რომ ესეთი აუდიტორია მყავს, საკმაოდ განვითარებული და ვითარდებით, მომყვებით და შეიძლება, ნუ, რა თქმა უნდა, სხვაგანაც შეიძლება რაღაცებს კიდევაც სწავლობ და კითხულობ, ნუ, ყოველ შემთხვევაში მე მომწონს თქვენთან მუშაობა ძალიან თქვენ სივრცეში. და პარტნიორს რაც ეხება, იყო კიდე ესეთი კითხვა, რომ თქვენ ბევრჯერ მithქვანს თქვენთვის, რომ მე არ ვპასუხობ კომენტარებში, მე მადლიერი ვარო, თქვენ მწერთ, თქვენ ისტორიებს მწერთ, იმიტომ რომ იქიდან მე ვიღებ თემებს, რომელიც საინტერესო იქნება იმისთვის, რომ ჩვენ განვიხილოთ. კითხვა იყო ისეთი, რომ აი პარტნიორი, როგორი პარტნიორი არის, თქვათ, ნუ, ჩემი კარმული, მონათესავე, ნუ, დავისი ისტორია იყო აღწერილი გოგოს. რა არის იცით, ასეთ რაღაცებს, როცა თქვენ მე მეკითხებით, ანუ ამიხსენით ჩემი პარტნიორი როგორია, ეს არის აბსურდი. ნამდვილად მე ხა აქ საჯარო გაშლაში არ გავაკეთებ თქვენს გაშლას, ხო? და თქვენს გარჩევას. ეს უკვე პირადია და თუ გინდათ გავარჩიოთ. და კითხვა იმაზე, ანუ სხვაობა როგორია, ეს სხვა თემა. და აი ეს უკვე შეგვიძლია გავარჩიოთ რა. რა თქმა უნდა, ნუ უკვე ჩვენი საჯარო გაშლის ფარგლებში და ან თუ გინდათ გაიგოთ უშუალოდ თქვენს პარტნიორს, რა თქმა უნდა მოხვიდეთ და უნდა გავარჩიოთ ერთად. თუ თქვენთვის ძვირია, ესე იგი არ არის თქვენთვის საჭირო, ესეც იცოდეთ რა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ჩემს დროს და ჩემს სწავლას, განათლებას და იმ ინფორმაციას, რომელსაც მე გავცე, მე ძალიან ვაფასებ. შემდეგი, ანუ ესე იგი ჩვენ ვკითხეთ ახლა როგორი ხარ შენ, როგორი არის ხედავენ შენი როგორ ხედავ შენ თვითონ შენს თავს, როგორი ხედავ გაშმოყო პარტნიორი, როგორ ხედავს შენს. როგორ არის შენს მიმართ პარტნიორი განწყობილი, ესეც ვნახოთ. შენი საუკეთესო თვისებებს, რას გაჩვენებს ადამიანი, იმიტომ რომ თავისი ქცევით, თავისი მიდგომით ადამიანი გვაჩვენებს ჩვენში რა დევს კარგი, რა დევს ცუდი. აი ესეც ვნახოთ, კარგი და უარყოფითი თვისებები, რასაც ჩვენ შეიძლება ვერ ვხედავთ და ის გვაჩვენებს, ნუ ეს ხშირ შემთხვევაში ის არის, რაც ჩვენ არ მოგწონს მისი საქციელიდან გამომდინარე, აი ცუდად იქცევა, ცუდად მითხრა რაღაცა ეს. ანუ ვნახოთ ახლა ჩვენ ესეც, ანუ როგორი უარყოფით თვისებებს გაჩვენებს და ნუ ვკითხოთ რა გჭირს შენ, რატომ არ შეგიძლია დაუშვათ იყო ნუ ეს კითხვა თუ გებადება, აი ვკითხოთ რა გჭირს ნამდვილიში და даже აი ესე მინდა გავაკეთო, რომ რა გიშლის ხერს იყო უფრო წარმატებული საქმეში და უფრო წარმატებული ურთიერთობაში. აი ასე ვკითხავ მე ტაროს. ვნახოთ, აუცილებლად გამოვიყენებ, ვფიქრობ დღეს მანარას, იმიტომ რომ მანარა დასტა არის უნიკალური და ყველა ფსიქოლოგს მე ვთვლი და ნუ რა თქმა უნდა ტაროს ვინც ფლობს უეჭველი უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ეს არის აღიარებული ყველა ტაროლოგების სოფლიოში ყველაზე ერთ-ერთი საუკეთესო დასტა არის, რომელიც უნდა იცოდეს ყველა ტაროლოგმა. იმიტომ რომ ეს ჩვენ მუშაობთ ისეთ თემებზე, რომელიც ახლა ეს არის ფსიქოლოგიის ისეთი ღრმა წიგნი, რომ შეიძლება ვერცერთ ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის ვერ ისწავლეთ თქვენ იმდენს, რასაც მარტო ეს დასტა გასწავლეთ და მოგცემს იმდენ ინფორმაციას, რომ შეიძლება გაოცდეთ რა. ანუ ჩემო სწავლებმა უკვე კი იციან ეგა. და თუ ვინმეს გინდათ სწავლა, ჩვენ ახლა უკვე 15 თებერვალს ვიწყებთ ახალ ნაკადს. შენ როგორ ხედავს შენს თავს? იცით რა არის? პრინციპში თქვენ ხედავთ როგორ თქვენს თავს, რომ თქვენ ნამდვილად, ანუ აქ პენტაკლების ტუზი. კი, თქვენ აქ ძალიან საინტერესო პენტაკლების ტუზი.
თქვენ ხედავთ თქვენ თავს ისეც, რომ თქვენ მართლა თვლით, რომ თქვენ გააქვთ რაღაცა ცოდნა, რომელიც შეიძლება უკვე გასცეთ. მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პენტაკლების ტუზი განახნო ეს არაკული აქვს და შეიძლება სხვა მნიშვნელობა ძნებს, არა მხოლოდ ისეთი, როგორც კლასიკაში არის რა. სხვადასხვა კლასიკას როცა ისწავლე, მე ნებისმიერ დასას წაიკითხავ თავისუფლად, ადვილად. მაგრამ შენ როგორ ხედავ შენს თავს? პრინციპში სხვადასხვის უკვე გააქვთ თქვენ რაღაცა ისეთი ცოდნა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გასცეთ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ფიქრობთ, რომ ვის უნდა ეს ჩემი ცოდნა, უნდა ვინმეს, ან ეს არის როგორი მომენტი, იცით, როცა შენ მასე ფიქრობ, გაიგეთ, შენ მასე ფიქრობ, ეს შენ შეიძლება ფიქრობ, რომ სადღაც ეს ადამიანები სად არიან, ვისაც უნდა დაუშვოთ ეს ჩემი ცოდნა. ანუ თქვენ, ანუ აქ იმიტომ რომ როგორი მომენტი არის, იცით, კიდე მეორე ვარიანტი არის აქ, რომ მე ვარ მზად იმისთვის, რომ მივიღო რამე ცოდნა. მოდით მან არას კარგად კიდევ ვკითხოთ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ის უფრო დაგვეხმარება კიდე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის ეს არკანი აქ ამ დასტაში და მაგრამ მან არას ვკითხოთ, ანუ როგორ ხედავს თვითონ ეს ადამიანი თავის თავს, აბა მითხარე ეს აქ რა არის? როგორ ხედავს? როგორ ხედავს თავის თავს? იცით როგორ არის? პრინციპში კი, აი ხა მივხვდი უფრო. თქვენ პრინციპში აქ ხართ გახსნილი იმისთვის, რომ გაეგოთ რამე ახალი. მზად ხართ. მაგრამ აქ როგორი მომენტი არის? იცით ისეც, რომ ბევრი რაღაცა კიდე არის, რაც თქვენ ჯერ არ იცით, მაგრამ ზოგს აქ შიში. იმისი, რომ ჩემთვის კარგი იქნება, რომ მე კიდე ის რაღაცა, რაც არის ჩემში გავხსნა. გაიგეთ რა ხდება? ამ დროს იცით ძალიან მაგრად, რომ თქვენ საერთოდ ასეთი ადამიანი ხართ, რომელსაც ნამდვილად აინტერესებს, აი გრძნობთ, რომ თქვენში დეს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ ხართ როგორ აი ზუსტად ეს მომენტი არის რა. აი რასაც მე ველაპარაკო, არ ვლაპარაკობ არასოდეს, ხო გეუბნებით. აქ არის სიტუაცია, როცა ადამიანს აქ როგორი მომენტი, იცით? იცის, რომ იმისთვის, რომ მისი ცხოვრება უფრო და უფრო კარგი იყოს, არის კიდე რაღაცა ჩემში დევს რაღაცა ისეთი, რაც კიდე ანუ განძი, ხო გხვდებით რა, განძი. და მე ვგრძნობ, რომ რაღაცა დევს ჩემში კიდე მნიშვნელოვანი, მაგრამ ვერ მივდივარ და ვერ ვხსნი, აი ზუსტად ეს თემა არის, რომ თითქოს აი არ ვაძლევ საშუალებას, რომ ეს გავხსნა, იმიტომ რომ ზოგი იძახეს, რომ ანუ ეს ფული არ მაქვს, ზოგს აქ შიში, რას მომიტანს მე ეს ყველაფერი. გაიგეთ? ანუ ეს არის როგორი თემა, იცით, ადამიანი გვეცნობიერად აქ არის მეორადი ქართულად როგორ არის და რიჩნევიგადე. ანუ როცა ადამიანი შეგნებულად კი არა, გვეცნობიერად არ მიდის იმ სიტუაციაში, რომ ეხლა ცოტა რთულში გადავალ რა, ძალიან რთულად ეხლა მომიწევს ახსნა. ზოგჯერ ჩვენ არ ვაკეთებთ რამეს, რომ გვეშინია იმისი, რომ ჩვენი ცხოვრება თუნდაც შეიცვალოს. ის ცხოვრება, როგორიც მე მაქვს დღეს, აი წუწუნი უყვარს ძალიან ბევრს, ძალიან მაგრად რა. და რომ ჩემი ცხოვრება რომ შეიცვალოს, ეს წუწუნი მე რანაირად ვიწუწუნო. ეს გვეცნობიერად არის, გაიგეთ რა ხდება. ანუ აქ ადამიანს რაღაცა ისე დადგენილებები თავში, რომელიც მას უშლის ხელს განვითაროს ის, რაც მას უნდა. ანუ შიში, გაიგეთ, შიში. იმიტომ რომ კი მინდა, თან მეშინია.
და ეს არის იმენა საგვარეულოს პროგრამები კიდევ. აი მაგარი აქ დევს საგვარეულო პროგრამები, სადაც არის დიდი შიში. სხვათა შორის, აი თუ თქვენ გაქვთ ურთიერთობები მანძილზე, თუ თქვენ დეპრესიებში ვარდებით, თუ თქვენ გაქვთ პრობლემები ფულთან, ეს ყველაფერი აქ. იმიტომ რომ გასახსნელი ხარ, მაგრამ 1,000,000 და მიზეზები გაქვს იმისი, რომ არა ეს ახლა მე არ მჭირდება, აი როგორ გამომადგება და ანუ ჯობია რომ როგორ ცხოვრობ, ისე ვიცხოვრობ, ნუ რა ვქნა, აბა ჩემებიც ახლა რა, ჩემ საგვარეულოში არავინ არ იყო მდიდარი, მე საიდან გამდიდრდები, ანუ ჩემ ახლა არავინ ისეთი, აი ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი დაბრკოლება თქვენი. ძალიან დიდი დაბრკოლება და თქვენ ამას კი ნუ მე კი შემიძლია არაფერი არ გამომივა. შეიძლება მაგის შიშიც გაქვს. გაიგეთ, აი რაღაცა ისეთი ენერგია მოდის აქ, რომ ადამიანს აქვს დასამუშავებელი ძალიან ბევრი საგვარეულოს პროგრამები. ძალიან ბევრი რა, რომელიც მას უშლის ხელს და აქ კითხვები ხომ მქონ, მაგ კიდე იმაზე რა ქვია, რა გიშლის ხელს რომ გახდეთ წარმატებული. აი ეს უკვე მაჩვენებენ რომ საგვარეულოს პროგრამები სხვადასხვა მატრიცაში არის. ზაემ ყოფილად ნახსენები საგვარეულოს პროგრამები, რომელიც გიშლის ხელს. იმიტომ რომ გინდა ნამდვილად გინდა შენ ნამდვილად მიესწრაფები, ნამდვილად იცი რომ მაგრამ მაინც რაღაცა ენერგიები არ გაძლევენ შენ საშუალებას რომ კიდე გახსნა შენი თავი. და შენ ახლა ეს ძალიან კარგად იცი, იმიტომ რომ შეიძლება ფიქრობ რომ არაფერი გამომივა. ან ეხლა მე რო დავუშვოთ წინ წავალ თქვათ რა მელოდება, რა ვიცი, ისედაც კარგად ვარ. გაიგეთ, რატო, ნუ რაც ვილაპარაკე წინ, ხო იცი თქვენ ვინც მიყურებთ, რომ მე ტყუილა აქ არ ვლაპარაკობ. ჯერ ლაპარაკი მინდა, მე ტარო პროსტო მიდასტურებს იმას, რასაც მე ვამბობ, რაც უნდა გადმოგცეთ მე თქვენ. ხო? როგორ ხედავენ თქვენ გარშემო მყოფი? აი ზუსტად ეგრე ხედავენ, აი როგორც აქ, იგივე არკანი გამოვიდა აქ, ადამიანი, რომელიც არის, როგორ იცით, დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ უფრო ხშირად ვარდებით დეპრესიაში. აი ეს დეპრესია ზუსტად ეს მომენტი, რომ არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვიცი რა მინდა, არ ვიცი სად წავიდე, აი ეს არის რა. მაგრამ გარშემო მყოფი ადამიანები ხედავენ, რომ თქვენ ხართ, როგორ იცით, უკვე აი даже ვეტყოდე რომ რაღაც მე დღეს რა საინტერესო ის მოვიდა რა ჩვენთან სიტუაცია, სადაც მართლა ადამიანი ნახეთ, ანუ ეს შეიძლება როგორ არის, იცით, კიდე პენტაკლების ტუზე. ანუ თვითონ ადამიანი შეიძლება კი იცის რომ ძვირფასი ვარ და უშუალოდ და ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც მართლა მზად არის იმისთვის, რომ რაღაცა მასში გაიხსნას, მაგრამ ამავე დროს აქ შიში. იმიტომ რომ გარშემო მყოფიც ხედავენ თქვენ აი აქ ზუსტად გადაღლილ ადამიანად, რომელზეც სჭირდება ნამდვილად დახმარება, უკვე даже მე ვეტყოდე ფსიქოლოგიური. იმიტომ რომ აქ ახლა ნუ ნახეთ ახლა აქ არის თასების მეფე, მაგრამ აქ სხვანაირი თასების მეფე, მაგალითად მანარაში თასების მეფე არის უფრო აი რო იციან ხოლმე აღწერა რომ ესეთი ტიპი რომელსაც ახლა იცის ქალებთან მიდგომა, კაი საყვარელია და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენთან კლასიკაში მანარა მეთქი. მაგალითად თასების მეფე არის ადამიანი, რომელიც პირიქით შეუძლია მართვა თავისი ემოციების და ის არ დაიწყებს ახლა თქვათ ახლა ტყუილა ლაპარაკს, რომ იცის როგორ უნდა რა სად და როგორ უნდა თქვას, მაგრამ აი ამ დასტაში თასების მეფე არის ნახეთ როგორ არის, აი ძირს დაგდებული წეს, აქ არის ემოციები, რომელიც უკვე მართლა ნახეთ, ანუ უკვე даже გარშემო მყოფი ადამიანებიც ხედავენ, რომ შენ რაღაცა გაწუხებს. პარტნიორი. ნუ პარტნიორიც როგორ არის, იცით? პენტაკლების მეფე როგორ ხედავს, იცით, მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ პარტნიორიც ცოტა ისეთია, რომელიც ახლა აი ამ დასტაში ძალიან სასაცილო არის ეს პენტაკლების მეფე. პარტნიორიც ხედავს იმას, რომ თქვენ ახლა პრინციპში ბევრი რამ უნდა ისწავლოთ რა და ეგა უნდა თუ არ უნდა, შეიძლება даже აი ზუსტად ესეთი პოზიცია არის, რომ ნახეთ წიგნი როგორი უჭირა, წიგნიდან არის ხო ხდებით რა, აი მე რო გითხარით იმ დღეს, რომ ის რო არის თამაში, რომ მოდი აბა
დაუშვოთ ახლა ჩვენ როგორც ტაროს ახლა ვიყენებთ, ხო? ანუ კითხვა დაუსვოთ და წიგნში მოვძებნ. მაგრამ ეს ეძახეს როგორ გიყურებს, იცით რომ ნუ რა ვქნა ახლა მე ყველაფერს მაქსიმალურად ვაკეთებ იმისთვის რომ შენ გახსნა. ანუ თავის ეთყობა საქციელებით, თავისი ქმედებით ეს ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს რომ თქვენ დაგეხმაროთ რა. და გიყურებს ისე რომ შენ ახლა ნუ მე რაც შემიძლია ვაკეთებ, გაიგე და შენ მაგას სახე ისეთი აქვს ამას აქ რომ ნამდვილად აი როგორ არის იცი ნუ რა ვქნა ახლა როგორც აი ასეთი მისია მაქვს დაჟე აქ ნახეთ ესა აი ეს არის ზუსტად ეს მომენტი როცა აი ადამიანი რაღაცას ნუ თქვა აი დაუშვ თქვენი პარტნიორი ხო რაღაცნაირად ისე მოიქცა თქვენ ახლა ნუ არ მოგეწონოთ შეიძლება დაჟე იჩხუბეთ და მე გავედე დრო და ეკითხები რატომ გააკეთე ის რატომ ასე მითხარ რატომ ასე მოიქცეთ რა ვიცი რა მეც არ ვიცი რატო, აი მართლა არ ვიცი. აი ეს ესეთი სიტუაცია, იმიტომ რომ მე ხო გითხარით, რომ ესე როცა პარტნიორი მოდის, სულებს აქ მოლაპარაკება, მაგრამ მე რა თქმა უნდა ჩვენ ახლა რო ვიბადებით, არაფერი არ გვახსოვს და ადამიანები როცა ხვდებიან იმისთვის, რომ დაგვეხმარონ ჩვენ ამოცანებში და მე უკვე ეს რა თქმა უნდა ამას არაფერი არ ახსოვს, მაგრამ ცდილობს იცის რომ რაღაცით უნდა დაგეხმარო, მაგრამ რითი არ რატო ვიქცევი ასე არ ვიცი, მაგრამ მთლიანი ყველა მაგის ქცევები არის ის, რომ შენ მოგცეს ის ბიძგი რომ შეიცვალე თქვათ ხო ნუ ან ნუ შეიცვალე ან თქვათ ახლა ის რაც გაქვს შენ ამოცან რაც უნდა იმუშაო რომ შენ ამაზე იმუშაო და აი ასე ექცევ ნახოთ აბა როგორ არის შენ სიმართლე განწყობილი აი ნახეთ ვაიმე რა საინტერესოა ნახეთ აქ არის ბიჭი თუ დაინახავთ ახლოში არის აი ასე ბიჭის ფიგურა და პატარა გოგო ზის მასზე. ანუ მე მზად ვარ და მიდიან მიფრინავენ. ჰაერის ენერგია აქ ამ შემთხვევაში ხმალებს და აქ ნუ როგორ არის, როგორ მე მზად ვარ შენ დაგეხმარო, მზად ვარ მე იმისთვის მოვედი რომ შენ დაგეხმარო, მზად ვარ. აი ხო ხდებით რა, აქაც იგივე გვითხრა. რომ მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ შენ დაგეხმარო იმიტომ რომ აი ეს უკვე ნახეთ აი აქ უკვე დაჟე ვეთყოდე სულების დონეზე არის საჯე პასუხი ესეთი არის აი მიფრინავენ სადღაც ეგენი ან ცაში ან რაღაც ანუ ეს უკვე სულის დონეზე გვეუბნება რომ მე მზად ვარ დაგეხმარო მე მოვედი იმისთვის რომ გიშველო ნახეთ საინტერესო აი ტარო რა არის ესე იგი თქვენი საუკეთესო თვისებები რასაჩვენებს ეს ადამიანი ანუ საუკეთესო თვისებები ეს არის რომ თქვენ პრინციპში რისკიანი ადამიანი კი შეიძლება ხართ მაგრამ აქ ესეთი ნულის არკანი არის რომ კი აი აქ ვეთყოდი რომ რისკიანი ხართ თქვენ მართლა ცდილობთ მაქსიმალურად რომ გაუმკლავდეთ ყველა ნუ სირთულეებს რაც ხდება თქვენ ცხოვრებაში გინდათ ახლა უფულობას გინდათ შეიძლება იტანთ, ბევრს იტანთ, გაიგეთ? იმიტომ რომ ეს ცოტა ისეთი არაყოლი რომ აქ ახლა მაინც და მაინც რო თქვათ ენერგია არ აი სხვანაირი თემა არის ამ აქედან ვიღებ ინფორმაციას სხვანაირ. თქვენ აი მართლა შეიძლება როგორ არის იცით, ანუ კარგი თვისება ის არის რომ ნამდვილად რაც ვინც რა არ უნდა გითხრას, რა სირთულეებიც არ უნდა გქონდეს, თქვენ მაინც მიდიხარ წინ, თქვენ მაინც რაღაც ანუ ამ გამოცდილებას როგორც აი ну რაღაც რთულ გზას გადიხართ, მაგრამ მაინც მიდიხართ რა. აი შეიძლება ბევრჯერ იყო რაღაცა დაბრყოლები, ბევრჯერ იყო რაღაცა მომენტები, რომელიც თქვათ ახლა არასასიამოვნო, მაგრამ მაინც მიდიხარ. ეს არის თქვენი კარგი თვისება და შეიძლება როგორ ხართ, იცით, აი უდარდელოთ მოდის ახლა სიტყვა რა. ანუ არავის არ აჩვენებთ, აი მივდივარ და მივდივარ რა, всё. ისე რა ქვია. ძალიან კარგი თვისება სხვათა შორის. უარყოფითი ის რომ ნერვიულობთ. შეიძლება დაუშვათ თქვენ როგორ ხართ, იცით, ძალიან როგორ გულთან მიგაქვთ ძალიან ყველაფერი და ნერვიულობა. აქ არის უშუალოდ აი ღამე უძილო ღამეები შეიძლება გქონდეთ, შეიძლება გაქვთ პოტვები, რაღაცა ეგეთი შიშები, მაგრამ ეს არის, ну, გაჩვენებს, რომ პრინციპში აი ტყუილი შიში გაქვთ რა, ტყუილი შიში გაქვთ აქ ნამდვილად რა, ასე ვეთყოდი, იმიტომ რომ მაიცა
უარყოფითში. იცით რა არის? ანუ გაწუხებთ რაღაცა ისეთი ფიქრები თქვენ, რომ არაფერი გამომივა. ნახეთ? შეიძლება არის როგორი, აი ნახეთ, აქ ხარისკიანი ხო მიდიხარ, მაგრამ ეთყობა გაჩვენებს რაღაცა ისეთ შინაგანად ფიქრებს, რომელიც გაღვიძებს შენ, აი აქ შიში გაქვთ რაღაც ახალში წასვლას, გაიგეთ? აი ეს მომენტი არის აქ, თითქოს აი ახალში მეშინია რა, იმიტომ რომ შეიძლება ფიქრობთ, რომ მე არა ვარ ახლა ისეთი, რომ თქვათ, ну, თქვათ, მინდა გავხდე სიტყვაზე ტაროლოგი და მაგრამ აი რო უყურებ სხვებს როგორები არის, მე მასეთი შეიძლება ვერ გავხდე. ну, რა ვიცი, ეს მომივიდა. ან დაუშვოთ მე ახლა ვერ შევძებ, აი არ გამომივა, ან მე ვერ შევძლებ რომ დავეხმარო, ანუ მე ისა, ანუ თითქოს არა ხართ ბოლომდე, ანუ იმაზე უყურებთ სხვებს და ვერ ხედავს თქვენს პოტენციალს. გაიგეთ? ამიტომ მე აი თითქოს იმიტომ იჭედებით რაღაცა რთულ სიტუაციებში. მოდით ნახოთ ახლა როგორი, ანუ так, ანუ ეს უკვე რა უნდა გააკეთოთ თქვენ იმისთვის, რომ თქვენ უფრო იყოთ წარმატებული, ხო? აი ზუსტად აქ მაჩვენებენ რას? პირველ რიგში ყველა შენი დარდი უნდა გაუშვა. ანუ აუცილებლად აი ეს არის ძალიან ბევრს შენ თვითონ შენს თავს აგდებ კრიზისულ სიტუაციაში. აი აქაც ნახეთ ხუთიანი არის ესეთი კრიზისული სიტუაცია, როცა შენ ბევრს ანუ ეს არის რთავ, ეხლა მე ნახეთ საქმეზე, ხო? რთავ ძალიან ბევრ ემოციებს, აი უარყოფით ემოციებს. აი თითქოს იცით როგორი მომენტი ეს ბიჭი ეხლა კი ცდილობს რაღაცით გასწავლოს, ხო და შეიძლება სხვათა შორის აი ცოტა გაჩვენებდეს სიძუნწესაც რა, ეს ადამიანი. და თქვენ თუ გრძნობთ, რომ დაუშვათ ადამიანს თქვენთვის ენანება რამე, აი თქვათ ისე აჩვენებს, ხო? ეს არის ზუსტად ის, რომ თქვენთვის გენანებათ ზუსტად კარგი ემოციები. ზიხართ უფრო შეიძლება უარყოფეთზე ხარ დაციკლული. შეიძლება ხართ, რომ აქ უნდა გაუშვათ ეს ყველაფერი აბსოლუტურად რა. უნდა გაუშვათ ეს თქვენი უარყოფითი რაღაცა ფიქრები. აი აუცილებლად რა. და ურთიერთობაშიც რომ იყოთ წარმატებული, აქაც არის ზუსტად რა, უნდა გადალახოთ რა ეს ყველაფერი. და პლუს კიდე აქ როგორი მომენტი არის, იცი ძალიან ბევრს ფიქრობთ თქვენ მომხდარ სიტუაცია. ანუ აქ გეტყვით ახლა კრიზისი არის რაში, რომ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი პროგრამები, რომელიც მართლა დასამუშავებელი პარტნიორი მაქსიმალურად ცდილობს, შეიძლება თავისი სიძუნწით, თავისი რაღაცა, ну, ისეთი ქცევებით, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, მაგრამ აქ არის მომენტი, როცა ადამიანმა თვითონ უნდა შეძლოს, რომ დატოვოს ეს უარყოფითი ფიქრები, ეს უარყოფითი ქცევები, ეს აი აქ თავზე არის ძალიან ბევრი სამუშაო, გეფიცებით ყველაფერს, იმიტომ რომ შეიძლება даже როგორი მომენტი გაქვთ, თქვა შედიხართ ახალ ურთიერთობაში, ძველი რაღაცა ბარგით, რომელიც ქონდა თქვენ სხვა ურთიერთობაში, ну აი ძალიან ბევრი სამუშაო არის აი აქ და აი ეს, იმიტომ ვთქვი, რომ ცოტა ესეთი თემა კი არის, მაგრამ მაგი უფრო ადვილია, როცა არჩევ ასე ტეტა-ტეტ ადამიანთან, თან პლუს კიდე როცა მათეცა მისი ჩემ თვალს წინ არის, ხო უფრო კარგად შეგვიძლია ღრმად შევიდე და გავარჩიოთ, რომ ისე ახლა მე უბრალოდ აი როგორც არ ვიცი, რამდენად ახლა ვინც ბოლომდე იყავით, დაწერეთ რამე რა, რომ ვიყავი შენთან ბოლომდე რა, რომ ვიცოდე, რომ ნამდვილად გაუძელით, ну, საკმაოდ რთული გაშლა არის დღეს, არ იყო ესეთი თქვათ, როგორც, ну, მსუბუქი არც იქნებოდა, იმიტომ რომ ეს ძალიან პირადი თემა არის, გაიგეთ, აი ძალიან პირადი თემა არის, მაგრამ კი ერთი და იგივე პრობლემები აქვს ყველას, მაგრამ ყველას აქვს თავისი პირადი, რატომ არ ვერ უმკლავდება თქვათ, ხო? ну, აქ ძალიან ესეთი გვაჩვენეს სიტუაცია ძალიან სერიოზული, მაგრამ ნამდვილად გეშველებათ, თუ თქვენი თავით კი
თუ თქვენ მოინდომებთ, თუ თქვენ ნამდვილად სიმართლეს შეხედებთ თვალებში, აქ არის კი ბატონო, ეს ძველი პროგრამები უნდა გავიდეს. კი, ძველი პროგრამები, უეჭველი და თქვენ მაგას არ უშვებთ. არ უშვებთ, შეიძლება ბრაზდებით უფრო აბრალებთ პარტნიორს ხშირ შემთხვევაში, პარტნიორიც როგორც შეუძლია მაქსიმალურად ამას ცდილობს რომ გაჩვენოს, აქ მე თქვენ არ მოგწონთ ეს რაღაცა შეიძლება даже ღალატიც გქონდეს ზოგისთვის, აი თქვა, უკვე პარტნიორი აქსაწყალი არ იცის რა გააკეთოს, დაიღალა. უკვე რომ რა გააკეთოს, აღარ იცის რომ თქვენ განახოთ ნამდვილი გზა. კი ბატონო, აქ ძალიან ყველანაირად ადამიანი ცდილობს რომ დაგეხმაროთ თავისი უარყოფითი საქციელი თქვენ რო იცოდეთ. კარგით, არ ვიცი, იყოს ეს გაშლა, დავტოვოთ, როგორც არის, თუ ვინმესთვის იყო საჭირო და რამე აქედან გამოიტანეთ, რა თქმა უნდა, მომწერეთ კომენტარებში, რომ მეც ახლა ვიყო მშვიდად, რომ ნამდვილად ეს რთული გაშლა იყო საჭირო დღეს. დარწმუნებული ვარ, ვიღაცის ნამდვილად იქნებოდა რაღაც აქედან საჭირო ინფორმაცია. მე კი გემშვიდობებით და გესურვებთ როგორც ყოველთვის სიხარულს, ბედნიერებას და მხოლოდ